მერის თანამშრომლები, რომლებთანაც ახალმა მერმა მუშაობა არის სურვა, დღეს სამსახურიდან გათავისუფლებულები მერიასთან შეეკრიბნენ. Ისინი ამბობენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. მათი ვეთქვით, შეტყობინებაში, რომელიც მათ გადაეგზავნათ გათავისუფლების მიზეზად მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება წერია, რაც მათთვის მიუღებელია. დედაქალაქის მთავრობაში კი ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ პოლიტიკური ნიშანი თანამშრომელთა ნაწილის გათავისუფლებაში არაფერშუაშია. Გამათავისუფლეს 22 აგვისტოს ბრძანებით დღეს მომწეს ეს ბრძანება, რომელსაც ხელსაწყის ბატონი მერი დავით ნარმანია. მე არ ვიცოდი, რომ ვიყავი გათავისუფლებული, არ მიმიღია არც ერთი გაფრთხილება, არც ერთი საყვედური. როგორც ჩანს, არ მოწონთ ჩემი პოლიტიკური აქტივობა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ვარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და ვიზიარებ, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის იდეებს და იდეოლოგიას. შესაბამისად, ჩემი აქტივობების გამო მოახდინეს სწრაფი რეაგირება, გამიშვეს მე და კიდე ჩემი რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების წევრი. Დამათავისუფლეს თან ისე, რომ ჩამირიცხეს მთელი თვის ხელფასი 22 ლარი და ეს არის საშინელი დაცინვა. ასევე მინდა გითხრათ, რომ მათ მითხრეს ამის მიზეზი რომ იყო არ დადიოდი სამსახურშიო. მე გავაკეთე ამონაწერი, სადაც ჩანს ყოველი დღე რამდენი ხანს დავყავი სამუშაო ოთახში. კონკრეტულად ჩემი სამსახურიდან თანამშრომლობის განთავისუფლება არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, როდესაც ადამიანი არ დადის სამსახურში და რაც დასტურდება შესაბამისი ამონაწერით, თავისთავად იმ ადამიანზე ხორციელდება შესაბამისი დისციპლინარული სასჯელი და მოქმედი შინაგანაწესით ხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.